ეხლა ერთი წუთით ჩართული ვარ? დიახ. ეთერში ვარ? ესა, მაგრამ ვინ გესაუბრებოდათ, არა თქვა ერთხელ მაინც, ისე მიდიხართ რომ ისა. რა თქმა უნდა, კი, თქვით. მოწოდებით ისტორიკოსი ვარ, დიპლომით იურისტი, სამსახურებრივად უმუშევარი, რელიგიური მწამსით იდეალისტი და არა მატერიალისტი და არა აფერისტი. ვინ არის თქვენთვის მისაბაძი ადამიანი და რატომ? მისაბაძი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეხლა მისაბაძი კონკრეტულად მე ვერ გეტყვით, მაგრამ მე მისაბაძი ადამიანი იმდენი, რომელიც არის სუფთა გულის, კარგი ადამიანი, კეთილშობილი და არავითარი გაიძვერობა და იმ ადამიანში რო არ არის ასეთი, მაგრამ მე ვერ დავაკონკრეტებ, არის ვიღაცები, რა თქმა უნდა, მაშინ კაცობრიობა დაიღუპება რო არ იყვნენ ასეთი ადამიანები. კიდე რა მაინტერესებს? გახსოვთ თუ არა რამე კონკრეტული მომენტი, აი ამ ყველაფრის რომ მოგიყვეთ, აი ცხოვრებიდან? რა კონკრეტული თვითონ რას მეკითხები? აი ის კონკრეტული დღე, როდესაც დაინახეთ სიკეთე, რომ ამ სამყაროში არსებობს კეთილი ადამიანი. იგეთქვით, მაგრამ შეიძლება ეს მე პირად თავზე, ჩემს თავზე არ გამომიცდია, მაგრამ დაკარგული ფული რომ მიუტანა იმას, ახალგაზრდა გოგონას, ნასესხები ფულით რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიოდა, მივიდა, ბილეთი უნდა იყოს და სად არის მისი საბუთები და ფული. წამოვიდა სახში, დედა ამ შვიდებს, დაწვა ლოგიში, აცახცახებს 35 და 5 აქვს სიცხე. რა გაქნა ნასესხები ფულით ნაცაობაში და ამ დროს კარზე ზარია შემოდის კაცი ღიმილით და თქვენ საბუთები და ფული დაგიკარგიათო და გავგიჟდი წამოვხტიო ლოგინიდან ფული შევთავაზო ფული როზდოდა სულ თავისთან არ იყო ეს ფული და ისე წავიდა ჩვენი ოჯახიდანო თავის სახელით არ თქვია და მე ხო არ ვიცი ვინ არის და რა საჭირო ან ვიცოდეთ არა რა თქმა უნდა ჩვენი სამყარო ისე გადმოყურებს რომ ადრე თუ გვიან ჩვენსაც მივიღებთ ჩემო კარგი მაგიტო იძახიან რომ ყოველ ადამიანში რომელიც სიკეთეს აკეთებს მასში ღმერთი არის და არსებობს სიკეთის გაკეთება კიდე როგორ არავით არის მაშინე განგარიშია დაადე ქვაზე და წად ეტი არაფერი მადლობა ძალიან დიდი მაინც ეხლა ერთი წუთით ჩართული ვარ? დიახ ეთერში ვარ? ესა, მაგრამ ვინ გესაუბრებოდათ, არა თქვა ერთხელ მაინც, ისე მიდიხართ რომ ისა. რა თქმა უნდა, კი, თქვით, არ არის პრობლემა. კი. მოწოდებით ისტორიკოსი ვარ, დიპლომით იურისტი, სამსახურებრივად უმუშევარი, რელიგიური მწამსით იდეალისტი და არა მატერიალისტი და არა აფერისტი. ხო და თქვენ ახალგაზრდა გოგონები ხართ და ჩემი რჩევა რა იქნება ეს ცხოვრება მე უკვე გავიარე რომ თავი არავის და ჩაგრინოთ. ძალიან კორგისულის პატრონი ხართ და აი მაგიტო თქვენს სიამოვნებს თქვენთან მოსვლა. ეხლა ერთი წუთით. ვაიმე არა მართლა არა არ შეწუხდეთ მართლა ვაიმე. ერთი ფაქტორი რომ მოდი თქვენ ერთი რამე გავიზრდებით რომ ჩემთან მოსვლა იოლი აი წასვლა ჩემ განძნელი. წარმებზე რამდენი ეცინოთ? თურმე თქვენ წარმები ქონიათ მეთქი, მაშინ რო გითხრა. გაგახსენეთ ვინცედით? კი. აბა საერთოდ სულ ვიყენებთ. სულ ვიყენებთ, ძალიან გვეხმარება. საქართველოს მომავალი თქვენ ახართ, ჩვენს მცირე რეცხოვან ერს როგორ ვწის და აბა შემოყურებთ, რა გაგებითაც შემოყურებთ, ძალიან კარგად იცით თქვენ და აბა გესურვებთ კარგ ბედნიერ მომავალს გენებს. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ, ნახვამდის ბედნიერად, ძალიან დიდი. მომავალ შეხვედრამდე. ვინ არის თქვენთვის მისაბაძი ადამიანი და რატომ? და უნდა მყავდეს მისაბაძი ადამიანი. მე გეკითხებით თუ გყავთ ეგეთი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დაგიტოვოთ ცხოვრებაში. მთელი ჩემი ცხოვრება ავტორიტეტებს ვქმნიდი. იქიდან ბევრმა გაამართლა. მე შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ჩემს ფორმირებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. კი, რომ გითხრათ თუ შეიძლება? ესენი იყვნენ ქალბატონი ნათელა ურუშაძე, ცნობილი თეატრმცოდნე, ჩემი არაჩვეულებრივი და შეუცვლელი პროფესორი რევას სირაძე და სხვაებიც. და როდის მიხვდით რომ ეს ადამიანები თქვენთვის განსაკუთრებულები იყვნენ? ყოველთვის მაშინაც ვგრძნობდი მათ ღირებულებას, მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ვიყავი ბედნიერი. სამწუხაროდ მათ დაგვტოვეს და მე დავრჩი ახლა ესე კოსმოსში გამოკიდებული და ამაოდ ვეძებ ავტორიტეტებს. მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მას სჭირდება ნიმუში.
ეს ნიმუში კაცთა შორის არ უნდა ვეძებოთ. ნიმუშად ქრისტე უნდა დავისახოთ და მაშინ უფრო ადვილია ცხოვრება. ვინ არის თქვენთვის ყველაზე მისაბაძი ადამიანი და რატომ თვლით ეგრე? ყველაზე მისაბაძი ადამიანი, ამჟამად იყო ჩვენი ილია მევრი. სამწუხაროდ, რომელიც გარდაიცვალა და გადაგებდა სიყვარულს, მშვიდობას და ყველაფერი აქვს. და ყველაზე დიდი კვალი რა დატოვა თქვენ ცხოვრებაში ამ ადამიანმა? ჩემი აზრით ამ ადამიანმა დატოვა თავდადება, საქმისადმი სიყვარული და ერთმანეთისადმი სიყვარული, რაც დღეს გვაქვს. და რამე რჩევა ხომ არ გახსენდებათ ისეთი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გადგებათ? ყოველდღიურ ცხოვრებაში. რომ არასოდეს არ დავკარგოთ რწმენა, ყოველთვის პატივიცეთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი. მაყურებელს რა რჩევას მისცემდით? შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ ამით და გაითვალისწინოთ თქვენი რჩევა. მინდა მიაქციოთ მაშინ სამ რაღაცას ყურადღებას, კონკრეტულად სამ რაღაცას. პირველ რიგში იკითხეთ, ყოველთვის განავითარეთ თქვენი თავი, ეს გამოადგება თქვენ გონებას, მენტალურ გონებას. თქვენი სულიერი საზრდოებისთვის მეორე, ყოველთვის დაეხმარეთ ადამიანებს, სიკეთე აკეთეთ ყოველთვის. და ამავდროულად ჯანმრთელიც რო ვიყოთ, სხეულიც განავითაროთ.